მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ვიმყოფებით პოლონეთის ერთ-ერთ ძალიან ლამაზ ქალაქში და ეს არის ვროცლავი. ვროცლავი იმიტომ არის საინტერესო, რომ ამ ქალაქს ჯუჯების ქალაქსაც უწოდებენ. ქალაქში მიმოფანტულია 800-ზე მეტი ჯუჯის ფიგურა. და ეს არის ტურისტული ერთ-ერთი საინტერესო გასართობი, ტურისტები ეძებენ და ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ჯუჯა აღმოაჩინონ ქალაქში. ერთ-ერთს აი აქ ვხედავთ უკვე. ეს ჯუჯის ქანდაკებები მიმოფანტულია მთელს ქალაქში. და ქალაქის დათვალიერების დროს შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილას აღმოაჩინოთ. ერთ-ერთს აი მაგალითად ვხედავთ აქვე ქალაქის ცენტრში. ესეთი ლამაზი ქანდაკება ჯუჯის და ძაღლის, რომლებიც ერთად სვავებულს. და მეორე ჯუჯის ქანდაკებას ნახავ აქვე, როგორც ჩანს, საკმაოდ ბევრია. და ესეთი ერთ-ერთი საინტერესო გასართობია მოკლედ ეს ჯუჯების აღმოჩენა. აი ესეთი ლამაზი ჯუჯა ყავს. მე შევეცდები ამ ქალაქში გაჩვენოთ სადღაც 10 მაინც ჩელენჯი ვიგავაკეთოთ, რომ 10 ჯუჯა ვნახოთ საინტერესო ჯუჯა, საინტერესო ადგილას. გავაგრძელეთ. ძალიან ლამაზი ქალაქია. მართლა ძალიან ლამაზია, იმიტომ რომ ფერები არის საოცრად კონტრასტული. ეს არის არაჩვეულებრივი ადგილი იმისათვის, ვისაც მოწონს ქალაქში უბრალოდ სეირნობა, როდესაც არსად არ გიჩქარება, და უბრალოდ სიამოვნებას იღებ სილამაზით, არქიტექტურით. მესამე ჯუჯა, მესამე ადგილას, სხვა შორის მთავარ ქუჩაზე არის აი ესეთი საყვარელი ტიპი, რომელიც წევს. აი ესეთი ჭამა და დაწვაზე თეფშზე პირდაპირ. ძალიან მაგარი ტიპია. ჯერჯერობით აქ მეც ვერ ხედავ. რატომაც მეგონა რომ ძალიან იოლი საპოვნელი იქნებოდა, მაგრამ არც ისეთი იოლი საპოვნელია. აქ რო ჩამოდიხარ 1-2 დღეში შეგიძლია რომ ყველაფერი ნახო, ყველა ღირსშესანიშნაობა. მეოთხე ჯუჯა აღმოვაჩინე, რომელსაც ძალიან უცნაური ფორმა აქვს. თავისუფლების ქანდაკების ფორმა აქვს. აი ესეთი ტიპი არის. ლიბერტია წერია, კი ბატონო. გავაგრძელეთ ჯუჯების ძებნა. ყველა ეს ჯუჯა არის რაღაც მხრივ უნიკალური, ანუ ერთნაირი ფორმები არ აქვს, თემატურადაც განსხვავდება. აი ესეთია, შოკოლადს ჭამს, კი ბატონო. ქალაქის მთავარი ცენტრიდან, მოედნიდან არის შემოსასვლელი და ეს არის კათედრალი, რომელიც ძალიან ლამაზია გარედან. ეხლა დავათვალიეროთ შიგნით რა ხდება. აქ რა ვიდე სულს ვერ ჩამოვათრე. ესეთი მთელი გნომიკი ვიყავით კიდევ ერთი. ეხლა მივდივართ ხიდთან. რა ქვია ამ ხიდს? ეხლა მივდივართ ტომსკის ხიდთან.
რომელიც ერთ-ერთი ისეთი ღირსშესანიშნაობა ამ ქალაქისგან აუცილებლად გაჩვენით რა თქმა უნდა. ძალიან ლამაზი ქალაქია მართლა. ყველას გიჩვენებთ აქ ჩამოსვლას. და ასევე ვაგრძელებთ გზნობების ძებას, უბრალოდ აღარ მახსოვს უკვე რაოდენობაში რამდენი იყო, 10 დაგვირდით, შესაძლებელია მეტიც ვნახეთ უკვე. მაგრამ როგორც კი ვიპოვით კიდევ გნომს, აუცილებლად გაგაგებინებთ. ვიყურებ, იმიტომ რომ მიკითხარეს მეგონა რომ იქნებოდა. სავარაუდოდ იქნება, მაგრამ მეზარება გადასვლა სიმართლეობით ხა გზაზე რა იკითხარეს. წინ შეგვხვდება აუცილებლად და აუცილებლად გაგიზიარებთ, აი წინ ხედავ კიდევ ერთს. რამოდენიმე კერძი იყო, რომელიც გავსინჯეთ და მოგვეწონა. სახელი არ მახსოვს, სიმართლე რომ გითხრათ. რაღაც წონიანი იყო, შიგნით იყო კვერცხი. ჟურეკი ერქვა, როგორც დამეხმარა ხალხი, ჟურეკ ესე ერქვა მოკლედ და გემრიელი იყო. ასევე გავსინჯეთ რაღაც ბლინები, კრუასანებივით, რომელიც მოგაჩვენეთ, რა თქმა უნდა და გემრიელი იყო, უბრალოდ ძალიან ისეთი, ძალიან ტკბილი იყო, რომ მე ტკბილის საჭმელი ზოგადად არ მიყვარს. გასინჯვის დონეზე კი ბატონო, მაგრამ ეს საჭმელად არ მიყვარს, ანუ მოკლედ ის თქმა მეორედ აღარ შევჭამდი რა. ისეთ ადგილებზე მოკლედ დრო არასდროს არ ყოფნის ხოლმე როგორც წესი იყო, უბრალოდ დიხნით, უბრალოდ გაჩერდე და ათვალიერო, ანუ ესე ერთი გავლით ძნელია ხოლმე ყოველთვის. აი ესე, მოკლედ უახლოვდები უკვე ტომსკის ხიდს. ეს ხიდი არის ცნობილი, იმით რომ ეს არის სიყვარულის ხიდი. აქ შეყვარებულები მოდიან, აი ამ ადგილას არის კლიტეები, სადაც ამაგრებენ სიყვარულის ნიშნად. ეს ხიდი აკავშირებს ქალაქის ძველ და ახალ ნაწილს. აქ მანქანით მოძრაობა შეზღუდულია, მხოლოდ ფეხით არის დასაშვები მოძრაობა. და ყველაზე მაგარი ამ ხიდზე არის ის, რომ აი ამ ხიდთან როგორც კი მოდიხარ, წინ პირდაპირ ხედავ არაჩვეულებრივ ხედს, რომელსაც ეხლა გაჩვენებთ მე. შეხედეთ უბრალოდ რა ლამაზია. უბრალოდ არაჩვეულებრივი გარემოა. და აი, გნომიკიც აქვე არის. მეგერ რომელსაც ასევე ბოქლომი აქვს დამაგრებული. ბოქლომები ძალიან ბევრი თან. აუ რა მაგარია. ხიდი ნუ ასე გამოიყურება. ნუ ისეთი არა, როგორც გითხარით. ერთ სასიარულოდ, სასეირნოდ, მართლა არაჩვეულებრივია. ისეთი ქვაფენილი სასიამოვნო სასეირნო ადგილია. დრონის კადრები ამ მომენტში არ მექნება, იმიტომ რომ დრონი მე მაქვს DJI Neo და პულტი არ მაქვს მოკლედ და ამიტომ ზემოთ ვერ წევ და ეხა აი ამ შენობას უბრალოდ ქვემოთ არ გადავა. აზრი არ აქვს აი ამ შენობაზე. ამიტომ შევეცდები ნუ კადრებში მაქსიმალურად ჩავსვა ისე რომ გამოჩნდეს ის მასშტაბი რეალურად რომელიც აქვს. ნახოთ შიგნით სადოთ ეხა შესვლა. იმედი მაქვს დაკეტილი არ არის იმ რეალურად. შიგნიდან ისეთი მასშტაბი არ იგრძნობა როგორც გარედან. ეს ლოკაცია, სადაც მე ახლა ვიმყოფები, როგორც გითხარით, არის ოსტროვ-ტომსკის კათედრალი, რომელიც არის მე-10 საუკუნის ძეგლი, ძალიან ძველია ყველაფერი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს დაინგრა და მოხდა განახლება, ძალიან კარგად არის აღდგენილი და შენარჩუნებულიც.
მოკლედ, გამოიწერეთ ჩემი არხი, ვისაც მოგწონთ მსგავსი ვიდეოები, დამიკომენტარეთ, დამილაიქეთ, ვიმეგობროთ, დამიზიარეთ თქვენი მოსაზრება, რა მოგეწონათ, რა არ მოგეწონათ, რომელი ქალაქი დაგაინტერესებდათ უფრო და ასე შემდეგ. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. წავედით.